რწანისის სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპელანთა კორპუსისა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. იდეის ავტორთა განმარტებით ღონისძიების მიზანია სამხედრო პირებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა. კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ იცანის ორგანიზებით წარმოდგენილი იყო სპექტაკლის სახელწოდებით შობის ღამე. თეატრალური წარმოდგენის დაწყებამდე დამსწრეს საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასულიერო პირმა შეკრებილები დალოცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ღონისძიებას სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დღეს შობის დღესასწაულის მოახლოვება მოულოცეთ რწანისის სასწავლო ცენტრის მსახურების ოჯახის წევრებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კაპელანთა კორპუსის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის გვერდში დგომას. დღევანდელმა ღონისძიებამ საოცარი განწყობა დატოვა. ერთის მხრივ შეგვახსენა შობის უდიდესი დღესასწაულის მობრძანება და მეორეს მხრივ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდეს მეგობრობისა და ერთმანეთის მსახურებისა. დავესწარი ღონისძიებას. ღონისძიება ძალიან მხიარულად ჩატარდა და ძალიან მომეწონა სპექტაკლი. დღეს დავესწარი ღონისძიებას, ვიყავი ღონისძიებაზე და ძალიან მომეწონა. ძალიან კაი იყო, ბოლოს თან სიმღერებიც იყო და ძალიან გავერთე.